მოგესალმებით, მე გახლავართ თეიმურაზ ბუაძე და ვაგრძელებ ლექციებს ქრისტიანული სორხადელობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექცია ეძღვნება ათეისტური იდეოლოგიის არსს. ეს ძალიან პრეტენზიული სათაურია, მაგრამ შევეცდებით დღევანდელ ლექციაზე ვისაუბრო, როგორ ყალიბდება ზოგადად იდეოლოგიები, რა არის მათი დანიშნულება და კერძოდ ათეისტური იდეოლოგია. ჩვენ წინა ლექციებზე აღვნიშნეთ, და ეს მესამე ლექცია ლოგიკურ ბაშია წინა ორ ლექციასთან. ჩვენ წინა ლექციებზე ვთქვით, რომ ქრისტიანული სწავლების თანახმად, რომელიც ქრისტიანული სოხადროის ფუნდამენტალური ელემენტია, თავისუფალი ღმერთი არაფრისაგან ex nihilo ქმნის სამყაროს და ადამიანს, ქმნის ყოველგვარი იძულების გარეშე. არაფრისაგან. სიყვარულით. გვერდი სიყვარულია და სიყვარული საჭიროებს ობიექტს და ქმნის ადამიანს. და ქმნის იმ განზრახულობით, რომ მას მისცეს ის, რაც ყველაზე საუკეთესოა. ღმერთის სრულყოფილი სიყვარული და სიყვარულის ბუნება, მოთხოვნილებაა, რომ ვინც გიყვარს, მას მისცე ყველაზე საუკეთესო, რაც შეგიძლია. რა კი ღმერთს არ შეეძლო თავ ღმერთი შეექმნა ადამიანი. ის შექმნა გაღვთობის პოტენციით. რათა მიეცა მისთვის ყველაზე საუკეთესო რა. ადამიანი შეიქმნა წინავე ვიაბავი, როგორც ქმნილი ღმერთი, მადლისმიერად გაღვთობილიყო, ეს იყო მიზან დასახულება ადამიანისა. და იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო, რომ ღმერთთან მისულიყო, ღმერთმა ჩადო ადამიანში მისწრაფება, დაუძლეველი მისწრაფება ბედნიერებისა და ნეტარებისაკენ. მაგრამ ისე, რომ აი ამ ნეტარების მიღწევა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან ყოფნით. წმინდა მამები აი ამ მისწრაფებას, ბუნებრივ მისწრაფებას, დაუძლეველი მისწრაფებას ბედნიერებისაკენ და ღმერთისაკენ სხვადასხვა სიტყვებით აღნიშნავენ. მაგრამ ნეტარი აგვისტინე ამას ეძახის კარიტატულ სიყვარულს, მაქსიმე აღსარებელი ამას ეძახის მთელი მაფისის, ანუ ბუნებრივ ნებელობას და სხვა. დასახელებას არა. ისეთი მნიშვნელობა თავარი ეს არის, როგორც ვთქვით, მისწრაფება ადამიანისა ნეტარებისაკენ, რომელიც მიღწევა მხოლოდ ღმერთთან ყოფნით შეუძლია. და ჩვენ პირველ ლექციაზე რატო ვისაუბრეთ სულის უკტავებაზე? იმიტომ რომ ეს ბედნიერება და ნეტარება უნდა აღიწეროს სულიერი კატეგორიებით. სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ ეს გულისხმობს შინაგან თავისუფლებას, სისავსეს, მადლისმიერ პლერომას, დაუსრულებელ მიზანს, უსასრულოს და ასე შემდეგ. მე ვთქვით, რომ რაკი მეცნიერებას ხელი არ მიუწვდება სულის შესახებ, ემპირიულად არ მოიცემა, ამიტომ ერთადერთი სანდო წყარო იმისა თუ რა მოდის შენ სულს გარდაცვალების შემდეგ რა ხდება. ეს არის გამოცხადებითი რელიგიისაგან. და მეორე ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ქრისტიანობა არის ერთ-ერთი ჭეშმარიტი რელიგია, მოვიყვანეთ ამის დასასაბუთებლად რაციონალური არგუმენტები. ეხლა მესამე ლექციაზე რატო ავირჩიეთ ეს ათეისტური იდეოლოგია? როდესაც საზოგადოებაში იკარგება რწმენა, ან საერთოდ ან მცირდება საგრძნობლად, მაშინ ღმერთი აღარ წამთ, აღარ ესწრაფიან ღმერთისაკენ, მაგრამ აი ეს ბედნიერებისაკენ მისწრაფება მაირჩება, იმიტომ ადამიანს ამის გარშე ცხოვრება არ შეუძლია, ჩვენ ადრე აღვნიშნეთ. იმის მაგივრად, რომ ურწმუნო საზოგადოებაში სათასასუფეველში ეძებდეს მარადიულ ნეტარებას, მიწაზე იწყებს წარმავალი და დროებითი ბედნიერების მოხელთების მცდელობას. აი დედამიწაზე იწყებს სამოთხის შენებას. და ამისთვის ქმნის იდეოლოგია. ძალიან დიდი ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი ერიკ ფეგელინი ამბობს, რომ ყველასეთი იდეოლოგია სეკულარული რელიგიაა, რომელსაც წამს არა ღმერთის, არამედ ადამიანის შესაძლებლობები. მაგრამ როგორც წესი, ვლადიმერ სოლოვიევი ამბობს, როგორც წესი დედამიწაზე სამოთხის შენებას სურვილს მოსდევს ჯოჯოხეთი. გულაგები იქნება ეს თუ საკონცენტრაციო ბალაკები თუ სხვა. რატომაა ეს? იმიტომ რომ აი ეს სურვილი დედამიწაზე, განუხორციელებელი სურვილი, უტოპიური სურვილი დედამიწაზე სამოთხის შენების, ეს არის განმეორება, რეპლიკა პირველ ყოფილი ცოდვისა. რისი თქვა მინდა? აი ჩვენ წინა ლექციაზე ვახსენეთ, როგორ დაეცა ადამი და ევა. ადამს და ევას სატანამ შეთავაზა ის, რაც მათ ღმერთისაგან უნდა მიეღოთ. რა, ღმერთისაგან უნდა მიეღოთ ცოდნა, სიკეთისა, ბოროტებისა და მიმსგავსებოდნენ ღმერთს. ამიტომ მოათავსა, ჩვენ თქვით, ადამი და ევა სამოთხეში ღმერთმა. მაგრამ სატანამ უთხრა, რომ ეცდა გაეკეთებინა თავისით. არა ღმერთის ცნებების მორჩილებით, არამედ თვითონ. დაერღვია უფლის ცნება და ადამიანური ძალისხმევით გაეკეთებინა ის, რასაც ღმერთი პირდებოდა. სატანას არ უთქვია, რომ შენი შვილი მოკლავს მის ძმას, ანუ სამოთხიდან გაძევდები, ან
იმ პერსპექტივა რაც ელოდებოდა ხო არ ვთქვა ელაპარაკებოდა იმას რაც ღმერთმა დაპირდა ანუ კარგს ადამს და ევა უცოდველი იყვნენ ხო მაშინ ბოროტება არ იყო მათში და მოინდომეს სიკეთის გაკეთება ოღონდ ღმერთის გარეშე და ეს იყო კატასტროფა კოლოსალური გამოგდებული იქნენ 60-დან ეს არის არსი პირველ ყოფილი ცოდისა უფრო მეტიც ნეტარი ავგუსტინი ამბობს რომ თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ საერთოდ როგორ გაჩნდა ამ სამყაროში ბოროტება დაუფიქრდებით ნახავთ რომ ბოროტება გაჩნდა კეთილი ბუნების სიკეთისაკენ მისწრაფებით აი ეს როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა აი ამას დაუფიქრდეთ ისი თქვა უნდა ნეტარ ავგუსტინეს ის ამბობს რომ ჩვენთვის გასაგებია პირველყოფილი ადამიანი რატო დაეცა იმიტომ რომ არსებობდა ბოროტება სიკეთე და ბოროტება სიკეთე იყო ღმერთთან ბოროტება იყო სატანასთან და დაუჯერა არჩევანი გააკეთა ევამ და მე ადამმა და აირჩია ბოროტება თავისუფალი ნებით ბოლომდე არ იცოდა ეს რას ნიშნავდა მაგრამ არჩევანი თავისუფალი არჩევანი გააკეთა სიკეთეს და ბოროტებას შორის მაგრამ ნეტარი ავგუსტინი სვამს კითხვას აი როგორ გაჩნდა ბოროტება პირველი ანგელოზი როგორ დაეცა საქმე რაშია იცით წინა წერილი ლაპარაკობს რომ ღმერთმა შექმნა ანგელოზების კეთილი ბუნება აქვს კეთილი ბუნება თავის თავში გულისხმობს რას რომ სიკეთის ეკანა აქვს ბუნებითად მიდრეკილება და სანამ ანგელოზი დაეცემოდა მანამდე ბოროტება არ არსებობდა ესე იგი ქონდა კეთილი ბუნება რომელიც არის მიმართული სიკეთისადმი და არ არსებობდა ბოროტება რომ ბოროტება აერჩია მაშინ როგორ გაჩნდა ეს ბოროტება აი ამიტომ ბოროტება გაჩნდა კეთილი ბუნების სიკეთისაკენ მისწრაფებით მაგრამ როგორ ანგელოზმა სინათლის ანგელოზმა მოინდომა სიკეთე გაეკეთებინა ღმერთის გარეშე აი ეს იყო მისი ამპარტავნების და მისი დაცემის საფუძველი ხედავთ აი როდესაც ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება იქნება მოინდომებს და ქმნიან პროექტებს რომ დედამიწაზე შექმნან სიკეთე საყოველთაო ჰარმონია სამოთხე ღმერთის გარეშე ან ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ სინამდვილეში ისინი იწყებენ ბოროტების კეთებას ამას მოძნებს კოლოსალური უბედურება აი ჩვენო დავაკვირდებით აი რევოლუციონერები რომლებიც შემდეგ დიქტატორები ხდებიან ტერორისტს იწყებენ ეს ლენინი სტალინი მაოძედუნი რობესპიერი და ასე შემდეგ ესენი დასაწყისში კეთილშობილი ხალხი იყო რევოლუციას იწყებენ ადამიანები საერთოდ უმრავლესობა არისტოკრატიული წარმომავლობისაა და მათ უჩნდებათ უსამართლობის განცდა და ამიტომ ერთობიან იწყებენ რევოლუციას მე ხდებიან მონსტრები თუ არა ჩვენ ვიტყვით მე რატომ არის ეს ცნობილია სკრუპსკაია რატომ გახდა რევოლუციონერი იმიტომ რომ თვითონ დიდარი ოჯახიშვილი იყო არც ლენინი არ იყო ღარიბი ოჯახიდან წამოსული აი სკრუპსკაია როცა სკოლაში იყო დღესასწაულებზე ურიგებდნენ ბავშვებს საჩუქრებს და ვიც დიდარი ოჯახიდან იყო მას ძვირფასი საჩუქრები შეხვდა ღარიბებს არ შეხვდა იმიტომ რომ მათმა მშობლობა ვერ გადაიხადეს და პატარა ბავშვი იყო და გაუშვდა პროტესტის გზნობა ამის გამო და ასე დაიწყო რევოლუცია რევოლუციონერი და გახდა მე მონსტრი აი ლათინური ანდაზ ამბობს რომ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი სრულებით არის მოკითხული ეს ძალიან საშიში წამოწყებაა სოციალური პროექტები დაამყარო დედამიწაზე სამოთხე საყოველთაო ჰარმონია ეს არის ძალიან საშიში ეს არის იდეოლოგია იდეოლოგიის არსი არის გააკეთო სიკეთე მიაღწიო საყოველთაო ბედნიერება საყოველთაო ჰარმონიას ღმერთის გარეშე ეს არის არსი იდეოლოგიის ჩვენ რატომ ვიწყებთ ამ იდეოლოგიებზე მე ნახავთ სად და როგორ ყალიბდება პირველად საუბრობთ ათეისტურ იდეოლოგიაზე იმიტომ რომ ათეისტური გარემო უღმერთო გარემო არის ყველაზე კარგი პირობა ასეთი იდეოლოგიების შექმნისა რატომ ღმერთი არ არსებობს და რაკი ადამიანი არსებობს და აღარ წამს ღმერთი ფიქრობენ რომ ღმერთი არ არსებობს ადამიანი რჩება თავის თავთან თავისი იმედი აქვს და უნდა განახორციელოს ის დაუძლეველი სურვილი თავის თავში რომ ბედნიერება მიაღწიოს იმიტომ რომ სხვანაირად ცხოვრება ადამიანს არ შეუძლია თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენ თავს გულის სიღრმეში ჩავიხედავთ და დავაკვირდებით ხელს ნახავთ რომ ჩვენ ყველას გვამოძრავებს სურვილი ვიყოთ ბედნიერი ну ის არის რომ ადამიანის განსხვავებულად ესვის ეს ბედნიერება და განსხვავებულად ესწრაფიან მას მაგრამ გვაერთიანებს ის რომ ბედნიერების მძებნელი არსებები ვართ სხვანაირად ცხოვრება არ შეგვიძლია და ამის გამოხატულებაა ეს ათეისტური იდეოლოგიები კაცობრიობის სიყვარული ეს ძალიან საშიში რამაა ბიბლია ჩვენი წინა წერილი სახარება ეს არის სიყვარულის წიგნია მაგრამ იქ არსად არ წერია რომ კაცობრიობა გიყვარდეს ეს შემთხვევითი არა იქ წერია გიყვარდეს მოყვასი შენ ამაზე ძალიან ბევრი ხალხი ფიქრობდა ამ საკითხებზე ბუნებრივია ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მათ მექანიზმი როგორ გადაიქცევა ეს საყოველთაო ბედნიერების იდეა საშინელ ჯოჯოხეთად როგორ იქცევა დაგეგმილი სამოთხე გულაგებად საკონცენტრაციო ბალაკებად და მიწაზე განხორციელებულ ჯოჯოხეთად ბერნარ კრეველი შუა საუკუნეების ძალიან დიდი თეოლოგი იყო და ის ლაპარაკობდა რომ
იმისათვის რომ შრორს გაიხედო, უნდა გიგანტების ბეჭებზე დადგე. აქ იგულისხმება სოხედულა ხო სოფლის ხედვაა, სწორი ხედვა. ამიტომ უნდა იპოვო ავტორიტეტები, დიდი მოაზროვნეები და ადამიანები და ესეთი ჩვენ შევეცდებით რამოდენიმე ასეთ ადამიანს დავეყრდნოთ. მე როგორც გითხარ, ეს რევოლუციები რომ ხდება უზარმაზარი კატასტროფაა, სოციალური კატაკლიზმებია, ამიტომ ამას თავისი მსხვერპლი ყავს. ამიტომ ფრანგული რევოლუცია იყო თუ რუსული რევოლუცია იყო, უამრავი ადამიანი ფიქრობდა მასზე, რეფლექსიის საგანი გახდა. ფრანგული რევოლუციის შემდეგ წამოვიდნენ ჯოზეფ დე მესტრი, თქვა ბრუკი, კარლეილი და შემდეგ და რუსეთის რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი დიდი სერიოზული ფილოსოფოსი ფიქრობდა ამ ფენომენზე, რატომ მოხდა რევოლუცია, რა იყო მისი ნამდვილი მიზეზი და ერთ-ერთი ასეთი ფილოსოფოსი არის ნიკოლოზ ბერდიაევი. ნიკოლოზ ბერდიაევი ახლა აღარ არის იმდანად პოპულარული, მაგრამ ეპოქაშოსაც ცხოვრობდა, ერთ-ერთი უზარმაზარი ინტელექტუალური ვარსკვლავი იყო და ის გახდა ძალიან პოპულარული, ძალიან საყვარელი ფილოსოფოსი იმის გამო, რომ ზუსტად მთელი მისი ცხოვრება ფაქტიურად ამ ანალიზს მიუძღვნა ამ რუსული რევოლუციისას. რატომ მოხდა ის და რა იყო მისი ფუნდამენტალური მიზეზი. თვითონ ახლა ნიკოლოზ ბერდიაევი არ იყო, თქვა სამაგალითო ქრისტიანი იმ თვალსაზრისით, რომ მას შეცდომები აქვს რაღაც თლად მართლმადიდებლური არ არის მისი მოძღვრა, თუმცა ესე ქრისტიანი ფილოსოფოსი და ძალიან ბევრი ადამიანი მიიყვანა ქრისტესთან. მას ყავდა მოძღვარი სასწავლთოქედი მამა ალექსანდრე მეჩერი, წინასწარმეტყველი იყო. და მასთან დადიოდნენ მორწმუნე რუსული ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი დადიოდა და ერთ-ერთი იყო ნიკოლოზ ბერდიაევი და უთხრა ერთ-ერთი შეხვედრის დროს ალექსანდრე მეჩერმა, რომ შენო მოგიწევს, რომ დასავლეთში წახვიდე და დასავლეთში ილაპარაკო იმაზე, რაც რუსეთში მოხდა. ეხლა ალექსანდრე მეჩერს არ გაუშვია ქრისტიანობის საკადაგებლად, მაგრამ გაუშვა ფუნდამენტალური ჭეშმარიტების სალაპარაკოდ. რა იყო ეს? როდესაც რუსეთში მოხდა ეს რევოლუცია, ეს იდეოლოგიამ გაიმარჯვა, ამ ათეისტური იდეოლოგიამ, ბევრი დასავლეთში ფიქრობდა, რომ ეს იყო წინათ რუსული ფენომენი. ბოლშევიზმი არის რუსული цаრისტული ავტოკრატიის შედეგია და ეს იყო წინათ სოციალური ან პოლიტიკური ფენომენი. ბერდიაევი რო ჩავიდა დასავლეთში ელაპარაკებდა, რომ ეს ასე არაა. რუსეთში რევოლუცია მოხდა იმის გამო, რომ ეს იყო გამრუდებული რელიგიური გრძნობა. ადამიანში არსებობს მისწრაფება წყურვილი სამოთხისაკენ, რომელიც მან დაკარგა. და ამის არასწორი ავანტყოფური გამოვლინებაა ის, რაც მოხდა რუსეთში რევოლუციის დროს. ანუ ეს იდეოლოგია არის გამრუდებული მისწრაფება სამოთხისაკენ, რაც ადამიანმა დაკარგა. თუ ეს ასეაო, თუ ეს რელიგიური ფენომენია. არა, ათეიზმი ახლა რელიგიური ფენომენია, იმიტომ რომ ეს ღმერთის არარსებობის წმენას ეფუძნება, იმიტომ ჩვენ ვიტყვით, რომ მეცნიერულად შეუძლებელია დამტკიცება იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს. თუ ამის გამოხატულებაა გამრუდებული რელიგიური ფენომენისა და ეს მოაქვს ღმერთის რწმენის დაკარგვას, თუ თქვენ დასავლეთში არ გაუფრთხილდებით რწმენას, არ შეინარჩუნებთ რწმენას, მაშინ თქვენთანაც განმეორდება ის, რაც რუსეთში მოხდა. და მართლაც ეს ასე მოხდა დასავლეთში. იქ მარქსიზმი არ გავრცელდა კომუნიზმი, მაგრამ მოვიდა ნაციზმი. ნაციზმია ეს სიტყვა საიდან არის, არის ნაციონალ-სოციალიზმი, ისიც სოციალიზმია. ჰიტლერის ნაციზმი, ეს არის ისევ სოციალიზმი, ოღონდ ნაციონალური. პრინციპები საერთოა, ეს ერთი მონეტის ორი მხარეა. თუ კომუნისტები, სოციალისტები იყვნენ უსამშობლო, პროლეტარიატს მოუწოდე, პროლეტარება ყველა ქვეყნისა შეერთდით, ჰიტლერიც სოციალისტი იყო, მასაც უმრავლესობისთვის უნდა სიკეთე, ოღონდ გერმანელებისთვის. ნაციონალური სახელმწიფოში უნდა გახორციელება ამისა. არსებობს ესეთი რუსი ავტორი ვიქტორ სუვოროვი და ლედოკოლის, ეს ძალიან ცნობილი წიგნი აქვს დაწერილი და მის დასაწყისში პარალელებს ავლებს კომუნიზმს, ფაშიზმს, სტალინს და ჰიტლერს შორის და საოცარი მსგავსებაა. ეს შემთხვევითი არ არის. ეხლა ვნახოთ, როგორ ყალიბდება ასეთი რაღაც ალტერნატიული. თვითონ ბერდიაევი ამბობდა, რომ ეს მისი ნააზრევის დროს, თუმცა ქრისტიანობის გარდა ეფუძნებოდა დოსტოევსკის. დოსტოევსკის და საუკეთესო წიგნი აქვს მასზე დაწერილი, დოსტოევსკის სორხედულობა, სადაც ამბობს, რომ დოსტოევსკი არის წინასწარმეტყველი რუსული რევოლუციისა. ხა პირდაპირ გაგებით არ შეიძლება დოსტოევსკი არ ყოფილა წინასწარმეტყველი კლასიკური გაგებით, მაგრამ ის იყო ძალიან დიდი მწერალი, ძალიან კარგად იცნობდა ადამიანის გულს და აქედან გამომდინარე იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთში მოხდებოდა დიდი სოციალური კატაკლიზმები, იმიტომ რომ ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას, რომ გავრცელებულია ნიჰილიზმი, ეს ნიჰილიზმი არის რუსული ფენომენი, მე გადავიდა დასავლეთში, ანუ რა, ეს სიტყვა. ეს არის ურწმუნოება ძველი ტრადიციული რელიგიური ფასეულობისა, ანუ არ წამს ადამიანს უკვე ძველი რელიგიური ფასეულობები. და ასეთ რაღაცას მოძდებს რევოლუცია. როგორ აღწერს ახლა როგორ წარმოიშვება რევოლუციები და კატასტროფები?
დოსტოევსკი ამას ბევრ თავის ნაწარმოებში ეხება, მაგრამ ავირჩიოთ აქედან 3, სადაც ეს ყველაზე მეტყველია. პირველი ავიღოთ დანაშაული და სასჯელი. დანაშაულს და სასჯელში დოსტოევსკი ლაპარაკობს ძალიან ნიჭიერ სტუდენტ რასკოლნიკოვზე. რასკოლნიკოვი ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგ ოჯახშია გაზრდილი. მამით ობოლია, ყავს დედა და და, რომელსაც ძალიან უყვარს, ძალიან ნიჭიერია, კარგად სწავლობს, ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ ღარიბია ძალიან. და ეს მასზე მოქმედებს. სწავლის გაგრძელება აღარ შეუძლია, ჩაიკეტება ამის გამო. და ურწმუნო. ერთხელ დუქანში დომის დროს გაიგონებს იქ ორი ოფიცერი ლაპარაკობს, რომ მე ვახშექალია მოხუცი, ლომბარდი აქვს თავისი, კერძო მას აბარებენ ღარიბი სტუდენტები ხან ნივთებს, ხან საათებს, ხან პოციკას, ხან რაღაცას ავიც და აძლევს ცოტა ფულს ამის გამო და სისხლს წოვს ამ საწყალ ღარიბ ადამიანებს და ასე მდიდრდებაო და ეს ოფიცერი ლაპარაკობს მადლიაო ვინმე რომ მოკლას ეს ქალიო და წაართვას ის ფულიო რომელიც ასე ცუდად აქვს მოპოვებული და ამ ღარიბ სტუდენტებს დაურიგოსო და ეს იდეა რომ დაებადე თავში გაუჩნდება ვეღარ იშორებს რასკოლნიკოვი საქმე რაშია რატომ ხდება ეხლა ეს როგორც გითხარით რასკოლნიკოვი ძალიან ნიჭიერი ძალიან კეთილშობილი თავისი წარმომავლობით და არაფერი დამნაშავე არაა. კაც კრიმინალი არც არაფერი ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ არის უღმერთო. ღმერთი არ წამს და საერთოდ როცა ადამიანს არ წამს ღმერთი, ნამდვილი ღმერთის ადგილს იკავებს სხვა ღმერთი. ეს არის პროგრესი. რასკოლნიკოვს წამს პროგრესის. აი ეს როგორც ხდება ხოლმე ათეისტების რელიგია პროგრესის რელიგიაა. წამს რომ კაცობრიობა რას დრო გადის, უფრო და უფრო დიდ სიკეთეს მოიტანს. ტექნოლოგია იქნება ეს მეცნიერების ხარჯზე, ტექნოლოგიის ბუნებაზე გაბატონების თოსის შემდეგ, ამის ხარჯზე. და ესეთ რაღაცას ლაპარაკობს. თუ კი ღმერთი არ არსებობს, აი რასკოლნიკოვი ესე ფიქრობს. მაშინ აი ეს ჩვენი მოძღვრება ზნეობის შესახებ, ზნეობრივი ნორმები, ეთიკური რომ არ შეიძლება მოკლა, არ შეიძლება ვინმეს მოტყუება, ვინმეს დაჩაგვრა, ეს ყველაფერი არის კონვენციონალი. კონვენციონალი რა არის, რომ ადამიანები არიან შეთანხმებული, რომ აი ამ წესებით ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო დაცული და კომფორტული. მაგრამ თუ კი ეს ადამიანების შექმნილია, ეს კონვენციონალური ზნეობა, მაშინ მისი დარღვევა შეუძლია ადამიანს პროგრესის სახელით. თვითონ პროგრესი ნიშნავს ძველის დანგრევას და ახლის მოტანას. მაგრამ ეს შეუძლია არა ყველას, არამედ შეუძლია განსაკუთრებულად დაჯილდოებულ ადამიანებს და ესეთი იყო მაგალითად ნაპოლეონი. აი ნაპოლეონის ის რო გეთქვათ, რომ შენ ომები წამოიწყე, იქ ადამიანები კვდებიან, დაიჩაგრა ვიღაცა კლიანტს გაუკურდებოდა გულსფერად. მე რა დიდ საქმეს ვაკეთებ, ანთაც სადაც შედიოდა ნაპოლეონი ანადგურებდა ის სადაც იყო განუნაშთი ფეოდალიზმი და შეყავდა ბურჟუაზია. ნაპოლეონის კოდექსი უდევს თანამედროვე ეპოქაში სამოქალაქო სამართალს საფუძვლად, ხომ ესეთი. რასკოლნიკოვი ფიქრობს, აინტერესებს, მე თუ არ დამზადებული აი ამ ნაპოლეონის მასალისაგან. და გადაწყვიტავს, ამიტომ წავიდეს და მოკლას აი ეს მევახში ქალი. შევა მასთან, მიზნით რომ ფული წამოიღოს იქიდან თქვენაც ისწავლოს და სხვა სტუდენტებსაც დაეხმაროს და ამ დროს შემოაკვდება აი ამ ქალის დაცი, რომელიც იქ არის. რომ გამოვა მე დაეწყება საშინელი სინდისის ქეჯნა და იმას კი არ განიცდის, რომ ადამიანი მოკლა, არამედ განიცდის იმას, რომ თურმე ნაპოლეონის ასე რომ ვთქვათ მასალისაგან არ იყო გაკეთებული. რომ ისე დიდი ადამიანი არაა, რომ მასი არ ემოქმედა აი ამ კვლელობას. მასში არ იყო პოტენციალზე დაეძლია, ზემოდან გადაეთქერა ადამიანი. აი ესე დოსტოევსკის ისიც თქმა უნდა. როდესაც საზოგადოებაში უღმერთოა ნიჰილისტია, მაშინ ყველაფერი დასაშვები ხდება. ძალიან ნიჭიერი ხალხი მოინდომებენ მიბაძონ ნაპოლეონს, ცეზარს, ან სხვა გამოჩენილ ადამიანებს და გადათქერონ ის მორალური კანონები, რომელიც მანამდე არსებობდა. აი ასე იბადებიან დიდი რევოლუციონერები. ისინი უმრავლესობა როგორც გითხარით, ინტელექტუალები არიან, არისტოკრატული წარმომავლობის. არა იმ საბაბით, რომ სოციალური უსამართლობა ხდება, ან ახალი პროგრესი მოიტანონ, შეცვალონ უკვე არსებული და არცეთი საზოგადოება არ არის უნაკლო, ხომ? ამის გამო ხდებიან საშინელი მკვლელები, დაუნდობელი ადამიანები, მასიური ტერორი იწყება და აი ეს არის ნათქვამი დანაშაულს და სასჯელში. მეორე ნაწარმოები ძალიან მნიშვნელოვანი არის ეშმაკები. ეშმაკებში რას ლაპარაკობს? ეშმაკებში ლაპარაკობს, როგორ შეუძლია სრულიად უბრალო, უმნიშვნელო ადამიანებმა მოიტანონ კოლოსალური პლანეტარული მასშტაბის უბედურება. აი გახსელი ყავს ვერხოვენსკი, ვერხოვენსკი ეს არის კაცი, უსაქმური, რომელსაც ინახავს ერთი ქალი, მემამულე. ეს კაცი არის ნიჰილისტი, არაფერი არ წამს და აი წამს მარტო თითქოს აი პროგრესული იდეები მოდის, მაგრამ და თვითონ უწყინარია. შვილი, რომელიც მას ყავს, ეს არის ჩამოყალიბებული გარეწარი რევოლუციონერი. უკვე ხატავს რევოლუციის ტიპებს დოსტოევსკი როგორ იქნებიან. ყველაფერზე წამსვლელია. გარშემო შემოიკრიბავს ხალხს. სრულიად არარაობას. აი ყველა ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს რაც უდის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მერე მთელი ქალაქში უზარმაზარ უბედურებას გააკეთებენ. კვლელობა და აი როგორც ბოლშევიკები იყვნენ, ხო ესენი იყვნენ ჩვეულებრივი გაუნახლებელი უწიგნური ხალხი. ფულს იღებდნენ, ხან დაეცებოდნენ ბანკს, ხან ფოსტას. ფიქრობდა რომ ამ ადამიანებს რისი ბოროტების გაკეთება შეუძლია. ანა კარენინისა და ტოლსტოი დაცინეს. ახსენებენ აი ამ
რევოლუციონერები მოდიან და სიზღით და დაცინით ლაპარაკობენ, რომ აი რაღაც გეგმები აქვს, კოლოსალური გეგმები აქვს საცოდავ ხალხს. ვერ წარმოვედგინეთ, მაგრამ მოიტანეს პლანეტის მე-6-ზე უზარმაზარი უბედურება. რატომ ხდება ესე? პროტებას გაჩნია აკუმულაციის ეფექტი. ძალიან გავს თოვლის გუნდას, რომელიც თოვლის პატარა გუნდა გორდება მთიდან და უზარმაზარ ზავად გადაიქცევა. რატომაა ეს? იმიტომ ფუნდამენტალური სხვაობა სიკეთეს და ბროტებას შორის. სიკეთე, ნამდვილი სიყვარული არის ასკეტური პროდუქტი. აი როგორ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს. და ძალიან მსხვერპლს მოითხოვს. აბა კითხეთ, დედას რა შენიშნავს შვილის სიყვარული? უპირველეს ყოვლისა შვილის ინტერესებისთვის სიცოცხლეა. ცხოვრება, საკუთარ მეზე უარის თქვა და სხვის მსახურება და წმინდა მამებიც ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარული მოითხოვს მსხვერპლს. ამიტომაა, რომ დიდი წმინდა მამებიც რო არიან, მოწაფეები ყავთ 1 2 3. სოციალური ორგანიზება სიყვარულის არის შეუძლებელი. სამაგიეროდ ძალიან ადვილია გარშემო შემოიკრიბო სოლიდარობის გზნობა საერთო მტრის წინააღმდეგ. ეს დიდმა რევოლუციონერმა, დიდმა ლიდერებმა იციან. ზოგმა ინსტინქტურად, ზოგმა გათოცნობიერებული აქვს. იმისათვის, რომ შენ გარშემო შემოიკრიბო ადამიანები და დიდი საქმეები გააკეთო, უნდა გააჩინოს სოლიდარობის განცდა ადამიანებში, შემოიკრიბო გარშემო და ეს სოლიდარობა იბადება ადამიანებს შორის, როცა საერთო მტერს დაანახებ. აი ლენინისთვის საერთო მტერი იყო ეს ბურჟუაზია, ლუთერისთვის კათოლიკები, ჰიტლერისთვის ებრაელი, რობესპიერისთვის არისტოკრატია, ფრანგული და ასე შემდეგ. სოლიდარობა ძალიან გავს სიყვარულს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რომ სიყვარული შენებისკენაა მსახურებისაკენ, მაშინ როდესაც სოლიდარობა უკავშირდება სიძულვილს, რაღაც საძულვილს, რაღაც მტერს. ამიტომაა შეიძლება სრულიად უბრალო, უმნიშვნელო ადამიანებმა მოიტანონ კოლოსალური ბოროტება. რაც მართლაც მოხდა რუსეთში. მესამე წიგნი რა არის? მესამე წიგნი ეს არის ძმები კარამაზოვები, სადაც აღწერილი არის პასაჟი ეგრეთ წოდებული ლეგენდა დიდი ინკვიზიტორის შესახებ. რაზეა იქ საუბარი. ამ წიგნში ნათქვამია, რომ ესპანეთში მოვიდა იესო ქრისტე მეორეჯერ, ის დაიჭირეს და მიიყვანეს კარდინალთან, დიდ ინკვიზიტორთან და დიდი ინკვიზიტორი ეუბნება, რა ჩამოხვედი შენ დედამიწას, ისე ასეუნება. ეკლესიის წარმომადგენელია ხომ? რომ შენ არ გვჭირდები. ხედავთ რა ხლა სკანდალური რაღაცა. ეკლესიის მეთაური ეუბნება იესო ქრისტეს, რომ შენ არ გვჭირდებით ეკლესიას. და მე მიდის ლაპარაკი, დიალოგია, მონოლოგია. აი დიდი ინკვიზიტორი ლაპარაკება. რისი თქმა უნდა, ამ საუბარზე გადავა, რისი თქმა უნდა დოსტოევსკის ამით, რომ დედამიწაზე ბედნიერების დამყარების სურვილი უნდა აუცილებლად იესო ქრისტეს მტრობამდე გადადეს. თვით ეკლესიაც კი, თუ კი ეკლესია მოინდომებს უბრალოდ მიწიერი სამოთხის დამყარებას და ეს უნდა კარდინალსაც საჩუ ნახავთ, მაშინ ის აუცილებლად ქრისტეს მტერი გახდება. აი ეს კარდინალი ეუბნება იესო ქრისტეს, რომ შენ ეკლესიას არ ჭირდები, იმიტომ რომ შენ იმაზე უფრო მეტად აფასებ ადამიანს, ვიდრე ეს საჭიროა. კერძოდ ადამიანს აძლევ თავისუფლებას. და ეს თავისუფლებაო აუბედურებს, აი როგორც დათათუდაშქეშია. არქიპელაგ ლაპარაკობს. თავისუფლება ძალიან დიდი ტვირთია. ძალიან დიდ პასუხისმგებლობა მოითხოვს და შეულებრივი ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ხელა ტვირთის სიტყვა. ჩვენ უფრო გვიყვარს ადამიანებს აძლევთ არა თავისუფლებას, არამედ წესრიგს. და როდესაც ადამიანები ცხოვრობენ მოწესრიგებით, კონტროლის ქვეშ, ისინი ხდებიან ბედნიერი. აი როგორც რომაელები ლაპარაკობდნენ, თუ გინდა დაიმორჩილო ხალხი, იყოს სიმშვიდე, უნდა მისცე პური და სანახაობა. და ამავე დროს მოატყუო თითქოს დემოკრატიის საშუალებით ისინი მართავენ ქვეყანას და ასე შეინარჩუნებს სიშვეს. აი რაღაც გავს ელაპარაკება დიდი ინკვიზიტორი. თუ გინდა შენ რომ ადამიანები გახდნენ ბედნიერნი დედამიწაზე, მაშინ უნდა არსებობდეს წესრიგი. ანუ ადამიანებს უნდა წაართვა თავისუფლება. მართლაც აი ყველა დიქტატორული წყობა ნიშნავს ტოტალიტარული, ეს უნდა გააკონტროლოს ყველაფერი და ასე დაამყაროს წესრიგი, მაგრამ ამით არ შეიძლება ბედნიერების მიღწევა და არ შეიძლება ყველა ადამიანის დანიშნვა ეს ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ. რატომ? იმიტომ რომ იესო ქრისტე აფასებს არა წესრიგს, არამედ სიკეთეს. და სიკეთე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი არჩევანი. მორალური კატეგორია. აი იესო ქრისტეს ეუბნებოდნენ იუდეველები, ჩამოდი ჯვრიდან და ჩვენ ვიწამებთ, რომ ჩვენ ღმერთი ხარ, მაგრამ არ ჩამოვიდა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს უნდა აერჩიათ იესო ქრისტეს სიკეთის სიყვარულის გამო. არა ლოგიკური აუცილებლობის, ან შიშის გამო. თუ კი შენ ადამიანს აიძულებ, რომ ღმერთი იწამოს, ეს აღარაა თავისუფალი არჩევანი და იძულებით გაკეთებული სიკეთე არაა. მერე ისიც არის, რომ იესო ქრისტე მიცის, რომ არ შეიძლება სიკეთე ადამიანს ძალით გააკეთებინა. აი სახარებაში ნათქვამია ესეთი რაღაცა, იქ სადაც არ წამდათ იესო ქრისტეს ხვდები, არ მიდიოდა სასწაულებს აღასრულებდა. რატომ? იმიტომ რომ თუ ადამიანებს არ უყვართ სიკეთე, და დაინახავენ რომ ღმერთია დგას მას წინაშე, შეიძლება საშინელება უფრო დიდი ცოდა ჩაიდინონ, ღმერთი მოკლა.
აი, როცა აღადგინა იესო ქრისტემ, აღადგინა ლაზარე. მოინდომეს, რომ არა მარტო იესო ქრისტემ მოკლა, არამედ ლაზარე, იმიტომ რომ აშკარაა, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ხედავთ როგორი რეაქცია იმის მაგათ, რომ ღმერთი ედიდებინათ, ერწამებინათ იესო ქრისტე, მოინდომეს ორივე მოეკლათ. ან კიდევ, როცა იესო ქრისტემ თვალები აღუდგინა დაბადებიდან ბრმას, შემოეხმნენ ფარისევლები და უნდათ გამოჭერა. რაღაცაში გამოეჭერებათ ეს ბრმას და იესო ქრისტეს რომ დაესაჯათ. როგორი რეაქციაა, ხედავთ? რატო? იმიტომ რომ სიკეთი არ უნდათ. და როდესაც სიკეთის წინაშე დგება ღმერთის მოკლესაც მოინდომებენ. ბევრს ძალიან უკვირს, ფიქრობს რომ შეუძლებელი ადამიანმა შეგნებულად ღმერთს გადაემტეროს, მაგრამ ესე არა. რა მოყავთ იცით მაგალითად? აი იესო ქრისტე რომ ლოცულობდაო ჯვარზე, რომ მიუტევებ ამაო რამე თუ მათ არიციან. აქ გულისხმობდა არა ფარისევლებს, არა სადუკეველებს, არამედ უბრალო იუდეველებს, უბრალო ხალხს. იმიტომ რომ ფარისევლებმა იცოდნენ ვინ იყო იესო ქრისტე. საიდან ჩანს? ბევრი რაღაციდან. ჯერ ერთი. წიგნობრები და ფარისეველი ძალიან განსწავლულები იყვნენ. რა თქმა უნდა, არსებობდა ცრუ წინასწარმეტყველები, რომელიც ცრუ სასწაულებს აღასრულებენ, მაგრამ ყველა იუდეველმა იცოდა, რომ არც ერთ ცრუ იმპოსტორს, არც ერთ ცრუ წინასწარმეტყველს არ შეუძლია მტარი აღადგინოს. ან დაბადებიდან ბრმას თვალები აუხრეს, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ეს იყო ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ყველამ იცოდა. ან კიდე იგავი როცა ელაპარაკება მევენახეების შესახებ, უფალი ლაპარაკობს იგავს, რას ამბობს იქ, რომ მევენახეები არიან და უშვებს თავის მსახურებს და ეს მევენახეები კლავენ მსახურებს და მერე იტყვის, რომ ეხლა ჩემს შვილს გაუშვებ, მოერიდებათ, იმიტომ რომ ჩემი შვილი და მემკვიდრეა და მის მემკვიდრესაც მოკლავენ, ხო? აქ რას ეუბნება იესო ქრისტე? ეს ყველა მის რომ ვენახი ეკლესიას აღნიშნავს. აი ჯერ უშვებ და წინასწარმეტყველს კლავდნენ და მერე გამოუშვა და თავისი შვილი და მისი შვილიც მოკლეს. ეს ფარისელებმა იცოდნენ, ვისაც კლავდნენ. ის იცოდნენ რომ ყრეთი დაგდგა. ესე პირდაპირ მოინდომეს ღმერთის მკვლელობა. ნახეთ რა არის. აღწერილია. აი დოსტოევსკი რო ლაპარაკობს ამას, მეორეჯერ უნდა აცვას ჯვარზე და მოკლას იესო ქრისტე დიდმა ინკვიზიტორმა. აი ამის გამოხატულებაა. ეს ათეისტური იდეოლოგიები ძალიან საშიშია. ჩვენ მე გავაგრძელებთ ძალადობრივი ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. უპირველეს ყოვლისა ეს იდეოლოგიები ძალიან სულელურია. თქვენ ხა გაგიკვირდებათ ამას რომ ლაპარაკობ. ეს დათათუშაშკაში ძალიან კარგადაა გამოხატული ჭამპუამი რეჟიმს. თქვენ გახსოვთ ეს არქიპო რასეუნება რომ ბედნიერები გახდებით მაშინ, როდესაც რაღაც ტუნელს ათხრევინებს და ეს უნდა მივიდეს ჭასთან, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით მიდის. ჭააკეთაა და ეს გვირაბი სულ სხვა მიმართულებით გაყავს და მე რო ეკითხებიან ის თუთაშ ხედა ისა. კი მარაო, აქეთ მიდის ეს გვირაბიო და იმასთან როგორ მივაო. ხალხი ამაზე არ ფიქრობს. რატომ რომ ვერ წარმოუდგენიათ რომ ასეთი სისულელე შეიძლება დაუშვას არქიპო. ზუსტად ესე იქცევიან ეს იდეოლოგიები. და თუ კი იდეოლოგია ლოგიკურ ანალიზს ექვემდებარება, ყველა მიხვდება რომ განუხორციელებელი. კომუნიზმი არ არის განუხორციელებელი. აი კაცობრიობის ჩვენი ადამიანური გამოცდილება, რასაც ადამიანები არიან ეგოისტები, საშინლად თუ კი შესაძლებლობა აქვს მიიტაცებენ ყველაფერს. და კომუნიზმი გეუბნებათ რომ როცა დავყარდება კომუნიზმი, ადამიანი მივა და აიღებს აი საყოველთაო სიმდიდრიდან მხოლოდ იმას რამდენი სჭირდება. როდის ყოფილა ადამიანი ასეთი? ეს ხომ საოცრად უტოპიური და სულელური პროექტია. აი ყველა ჩვენ აი იდეოლოგიის უკან ასეთ რაღაცას ვნახავთ. უბრალოდ რას ფიქრობენ ადამიანები, რომ შეუძლებელია, აი თქვა სტალინი, მაოძედუნი, ლენინი, ასეთი ნახევრად ღმერთები ცდებოდნენ და ასეთ სისულელეს ლაპარაკობენ. ამიტომ ხდება, რომ დიდი დიქტატორული რეჟიმები აღმერთებენ თავიანთ ბელადებს. მაოძედუნი იქნება, ლენინი იქნება, სტალინი იქნება თუ სხვა. აი დათათუშაშკაში როგორა არქიპოს აზეპირებინებს მის სახელებს, ხომ? მამამან ჩვენმან არქიპო და ყოველ დღე ახალ სახელებს არქვეს. ეს ისი სიმბოლოა, იმიტომ რომ აი ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა ემსახუროს, სულ თავიანთ ბელადზე უნდა იფიქროს და მათ მსახურებაში იყვნენ, რომ წამდეთ ის რომ ეს ნახევრად ღმერთი ყველაფერს ამ თუდად შეუძლებელ პროექტებს დედამიწაზე განახორციელებს. ეს ძალიან უტოპიური, არ შეიძლება დედამიწაზე განხორციელება სამოთხესი. და ამიტომ მოძდებს მე საშინელი ტირანია და საშინელი მსხვერპლი. რატომ ეს დიქტატორები ფიქრობენ რომ გაამართლონ თავად წარუმატებლობა, რომ საბოტაჟნიკები არიან, რომ მისი ოპოზიციონერები ხელს უშლიან აი მაღალ გეგმების განხორციელებაში, როგორც ფიქრობდა თქვა სტალინი, ლენინი და დაარსეს გულაგები და უამრავი ადამიანები ამოხოცეს და საკონცენტრაციო ბანაკები გერმანიაში, რეჟიმის მტრები, უამრავი მსხვერპლი მოიტანა და ასევე საფრანგეთის რევოლუციის დროს აამუშავეს გილიოტინა და უამრავი ადამიანი ეს გილიოტინა შექმნა ექიმმა, როცა დაეჩხარებინა ადამიანების დახოცვის პროცესი. სურვილს დაამყარო დედამიწაზე 64 მოძებს ჯოჯოხეთის სისხლი და უბედურება კოლოსალური. რატომაა ეს? იმიტომ რომ ეს ათეიზმი ძალიან არაბუნებრივია, ათეისტური იდეოლოგია არის ძალადობა ადამიანის ბუნებას. აი რისი თქმა მინდა, არაგონივრულია ძალიან და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო. აი წარმოიდგინეთ, ცოდვა ხომ ავადმყოფობაა.
მართლმადიდებლობა ასწავლით. წარმოიდგინეთ მომაკვდავი ავადმყოფი. მასთან მოვიდა ორი ექიმი. ერთი ეუბნება, რომ შენ ისეთი ავადმყოფი ხარ, რომ არაფერი არ გეშველება და აუცილებლად გარდაიცვლები. მეორე ექიმი ეუბნება, რომ არა არსებობს შანსი, რომ შენ გადარჩი. რომელს დაუჯერებს ეს ავადმყოფი? რა თქმა უნდა იმას, რომელიც შანსს აძლევს. რა აქვს დასაკარგი? ერთი ეუბნება, რომ აზრი არ აქვს, უნდა რომ მეორე შანსს აძლევს, ხომ? და რა თქმა უნდა მას დაუჯერებს და დაუჯერებს გადაწყვეტს, რომ დაემორჩილოს იმ ექიმს, რომელიც განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას პირდება, ხომ? და რელიგია იგივე არ არის. რელიგია გეუბნება, რომ შენი სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება. რომ იწყება ნეტარება მარადიული და ეს ათეიზმი გელაპარაკება, რომ ყველაფერი გარდაცვალებით მთავრდება. რომ შენ წვალობ დედამიწაზე მთელი ცხოვრება რაღაცას ესწრაფი და უცებ გარდაიცვლები. და უაზრობაა ხო ეს ყველაფერი. ის რომ შენ შვილი გეყოლება, ბევრი ლაპარაკობს, რომ ჩემი შვილი ხო იქნება. მე რა რო შვილი გეყოლა, შვილიც ხო გარდაიცვლება. როგორ შეიძლება ერთმა უაზრობამ გაამართლოს მეორე უაზრობა? აი თქვენ წარმოიდგინეთ დედა ხართ. და თქვენი შვილი უნდა წავიდეს სადღაც და იცით რომ იქ ძალიან დიდი რისკია რომ გარდაიცვალო, თავს მოიკლავს და იქ შვილს არ გაუშვებ, ხომ? აი წარმოიდგინეთ თუ კი ჩვეულებრივი დედა, რომელიც შვილს აჩენს, იცის რომ ამ ცხოვრებაში უამრავი ტკივილი შეხვდება, უამრავი უსამართლობა, ჩაგვრა და წვალებს, სიცოცხლესამერი ადგებდა მოკლ. არაბუნებრივი ეს ათეისტი და მისი იდეოლოგია არის ძალიან არაბუნებრივი ადამიანის. ფსიქოლოგიურად მიუღებელ, მე არაგონიბრულია ძალიან. მეორე კიდე რა, ძალიან მძიმე ტვირთია. ათეიზმი არის უაღრესად მძიმე ტვირთი. ისი თქმა მინდა. აი, როდესაც ადამიანი მორწმუნეა, მას წამს ღმერთის, ნების და ღმერთის განგებულების. ღმერთის ნება ეს მოდის, ღმერთისაგან და მას მოაქვს სიკეთე და ღმერთის დაშვება. აი, ხანდახან ღმერთი უშვებს ბოროტებას, ყველაზე უმცირეს ბოროტებას, რათა ადამიანებს შეგვაასწავლოს. ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება დედამიწაზე. ღმერთს მოაქვს თავისი ნება სიყვარული, რათა სიკეთე მოხდეს. თუ კი ადამიანები არ იღებენ ამ სიკეთეს, აი ჩვენ დავინახეთ, ტარი აღადგინა, მაინც ემტერებიან, ხომ? იესო ქრისტეს უფრო დიდ ბოროტებას შეადგა. ამიტომ ღმერთი უშვებს ადამიანების ნებას, ბოროტებას, უმცირეს, რათა ამით ადამიანები დაისაჯონ და ჭკუა ისწავლონ. როდესაც ადამიანი მორწმუნეა და სიცოცხლეში ხდება უზარმაზარი ტკივილები, წინააღმდეგობები, იცის რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება. რომ ეს ტკივილები მოდის იმისთვის, რომ თვითონ დაფიქრდეს, შეინანოს, გამოსწორდეს და ასე შემდეგ. კლავი ლუისი ამბობდა, რომ ეს ტკივილები ეს არის საყვირები ღმერთისა. როდესაც შენ ღმერთი წყნარად გელაპარაკება, ანიშნებს, რომ გამოსწორდე, მაგრამ ამას არ აკეთებს, ვერა თითქოს აი საყვირით ჩატყვირის, ეს არის ტკივილები და პრობლემები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ხდება. ამიტომ როდესაც მორწმუნეა ადამიანი, იცის რომ მისი ცხოვრება ღმერთია დამოკიდებული, ვიღაცამ რომ თქვა ბოროტება გაუკეთა, ეს უბრალოდ ფიგურანტია. არაფერი არ მოხდებოდა, რომ ღმერთს არ დაეშვა, ყველაფერს ღმერთს აკონტროლებს, მაგრამ როდესაც ადამიანი ურწმუნოა, მისთვის უბედურება ძალიან მძიმე გადასატანია. იმიტომ რომ ეს პედაგოგიური ასპექტი ბოროტებას არ აქვს. ამერიკაში მოხდა ესეთი რაღაც. ვიღაცა მოკლა კაცი და უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს 37 წელი იყო და 37 წელი გაატარა ციხეში და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს კაცი მართალი იყო და გაანთავისუფლა. აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 37 წელი ყოველდღიურად იღვიძებს და იცის რომ ვიღაცამ ჩაიდინა ბოროტება და ის გაუნძიებლის შეცდომაა თუ მოსამართლის შეცდომაა თუ სხვა 37 წელი გაატარა საშინელ ჯოჯოხეთში. გამხელა მძიმე ტვირთია ეს. რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ მან იცის რომ ამის უკან ღმერთი დგას და ეს ბოლოს და ბოლოს მის სასიკეთოდ ხდება. ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში ხდება იმისთვის რომ ჭკუა ისწავლოს, გაიზარდოს, სასუფეველში მოხდეს, მაგრამ უწუნო ადამიანისთვის ეს ძალიან მძიმეა სატანია. ძალიან არაბუნებრივია ათეს. ამიტომა ფსალმში წერია თქვა უგუნურმა გულსა შინათვისა არა არის ღმერთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, ეს უგუნურებაა ძალიან. ღმერთი არ გწამდეს, ამას წყრიტავს გული და არა გონება. ამიტომ გონივის თვალსაზრისით ძალიან უგუნურებაა ათეიზმი. აი ათეისტები რომ მოდიან ლაპარაკობენ თქოს მეცნიერული ათეიზმი არსებობს. ეს საშინელი ტყუილია. არაფერი მეცნიერების ათეიზმს არ აქვს და პრინციპში არ შეუძლია იცოდეს. რატომ? აი ნახეთ, რისგან შედგება? ყველა მეცნიერება შეიცავს რაღაც ფუნდამენტალურ ნიშნებს. მეცნიერება არ არის უბრალოდ ცოდნა. შეიძლება შე რაღაცა გქონდეს ცოდნა დიდი, მაგრამ ის არ იყოს მეცნიერული. აი მაგალითად შოთა რუსთაველის ვეფხის ყაოსანში, ბალზაკის ნოველებში, დანტეს ღვთაებრივ კომედიაში უზარმაზარი ინფორმაციაა, მაგრამ ის არ არის მეცნიერული ნაწარმოები. მეცნიერებას უპირველეს ყოვლისა აქვს მეთოდოლოგია. გადამოწმებადი ცოდნა. აი, რისგან შედგება მეცნიერება? პირველი, მეცნიერება ეფუძნება უეჭველ ფაქტებს, ემპირიულ ფაქტებს. ერთი. აი, აღმოაჩენს მეცნიერება ფაქტებს. როგორ აღმოაჩენს აი ამ ფაქტებს? აქვს მეცნიერული მეთოდი. ფიზიკას აქვს, ფიზიკის ექსპერიმენტები, ქიმიას თავისი, კაცსა დადგენილი მეთოდები აქვს, ბიოლოგიას თავისი აქვს, ისტორიკოსებს თავისი და
მეცნიერება ეფუძნება მეთოდს. მეთოდით ადგენ მეცნიერულ ფაქტებს, უეჭველ ფაქტებს. ამას მოსდევს შემდეგ თეორია, მაგრამ თეორია ეფუძნება რას? რაციონალური მსჯელობა, რომ ახსნა ეს ფაქტები, პოსტულატებს. აი ჩვენი მსჯელობა რა, ჩვენ რაღაცა ვიცით და იქიდან გამოყავს ის რაც არ ვიცით, ხო? იმისათვის რომ გაიგო B, მსჯელობით ლოგიკურად გამოიყო, უნდა დაეყნო A-ს. A რომ ახსნა, უნდა დაეყნო D-ს, D რო ახსნა ეს და შემდეგ, მაგრამ ასე უსასრულოდ წასვლა უკან არ შეიძლება. ამიტომ ყველა მეცნიერებას აქვს რაღაც პოსტულატები, რომელიც ძალიან გონივრულია და ეფუძნება. უბრალოდ წმენას ეფუძნება, რომ ეს სწორი. აი ჩვენ სკოლაში სწავლობთ ეკვლიდეს გეომეტრიას, ხო? ეკვლიდეს გეომეტრიაში ყველაფერი რაციონალურად მტკიცდება, მაგრამ მანამდე არის პოსტულატები, აქსიომები, რომელსაც ისე იღებენ. ყველა სადაც უნდა წავიდეთ, აი ფიზიკაშიც არის ეს აქსიომები. აი მაგალითად, ერთერთი ფიზიკოსი ვერ დაგიმტკიცებთ თქვენ რომ მილიარდი წლის წინ ნიუტონის კანონი ზუსტად იგივე ყი კონსტანტებია რაღაცა ფორმულა თუ სკოლიდან გახსოვთ, იქ არის რაღაც G კონსტანტა. აი თქვათ ეს კონსტანტა იგივე დარჩება, თქვათ მილიარდი წლის შემდეგ, ან ძალიან დაშორებულ პლანეტებზე ზუსტად ისევე მოქმედებს ეს ფიზიკის კანონები, ან თქვათ სამყაროს ხვალ, ზუსტად ისეთი იქნება როგორც დღეს არის და შემდეგ. ეს დაშვებაა. ყველა მეცნიერება შეიცავს რაღაც პოსტულატებს, რომელიც კიდევ იმეორებ, ეს უნდა იყოს ძალიან გონივრული და საღასთან ახლოს. ეხლა ვნახოთ ათეიზმ, აი სამი ელემენტი მეცნიერებისა თუ აქვს. შეუძლია თუ არა ათეიზმმა დაამტკიცოს მეცნიერულად რომ ღმერთი არ არსებობს? რა თქმა უნდა არ შეუძლია. მეცნიერება სწავლობს აი ამ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ღმერთი რატომ უნდა იყოს ამ სამყაროში? როგორ უნდა აღმოაჩინო ღმერთი აქ? დიასახლის რო კერტს აკეთებს, კერტში არის, მე დიასახლისი ან შენებლები ან არქიტექტორის სახსაშენებს ვის კედლებშია გაჩხილი, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ არქიტექტორი, მშენებელი და სახლის სხვა არის, დიასახლისი და კერძი არის სხვა. ასევეა ღმერთიც. ღმერთმა არაფრისაგან შექმნა ეს სამყარო და შემოქმედა ქმნილება არის განსხვავებული, რატომ უნდა იყოს ქმნილებაში ღმერთი? წარმოუდგენელია ხო? სამყაროში რაც არ უნდა ვეძებთ, ესაც ღმერთს არ ნახავთ, და ღმერთი სამყაროზე მაღლა გარეთაა. ეს ერთი. მეორე, თვით სამყაროშიც რო იყოს ღმერთი, ჩვენ რა მთელი სამყარო ვიცით? წარმოიდგინეთ თქვენ სასახლე, სადაც მილიონი ოთახია. და ჩვენ დავათვალიერეთ პირველ 100 ოთახი და ვერ აღმოვაჩინეთ იქ ფორტეპიანო და მე რა თქვა რომ არც ფორტეპიანო არ დეს. რა იცი შენ, იქნებ ძალიან სხვაგანაა. მეცნიერებას პრინციპში ფაქტი დასაბუთება იმის რომ ღმერთი არ არსებობს არ შეუძლია. არსებობს თუ არა რაღაც ზოგადი მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია მეცნიერმა დააშკაროს რომ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ რომ მეცნიერული კულტურა აქვს, მეცნიერებას მისდევს, მთელი ცხოვრება მეცნიერებას ემსახურება და შეუძლია თუ არა მივიდეს დასკვნას რომ ღმერთი არ არსებობს. ასეთი მეთოდი არ არსებობს. თუ მეცნიერება შედგება დარგებისგან ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და ასე შემდეგ. ხომ? მეცნიერების ყველა სფეროში უზარმაზარი კორიფეები მორწმუნეები არიან. ყველგან ხდება ეს. თუ რაღაც მეთოდი რო არსებულიყო, მაშინ ისინი სხვა ათეისტები იქნებოდნენ, თუ მეცნიერული ჭეშმარიტება არის აუცილებელი და საყოველთაო. ნიუტონის კანონი წამს ყველას, თეთრკანიანი ხარ, ფერადკანიანი ხარ, ქალი, ბავშვი, მდიდარი, ღარიბი, ყველა, იმიტომ რომ ეფუძნება მეცნიერულ მეთოდს. ისევე უნდა იყოს მაშინ თუ მეცნიერული ათეიზმი და მეცნიერების პროდუქტია ათეისტური იდეოლოგია, მაშინ ყველა მეცნიერი ესე უნდა იყოს, მაგრამ ესე არა. არა აქვს მეთოდი. აქვს თუ არა პოსტულატი. თუ არ შეუძლია ათეიზმს დაამტკიცოს მეცნიერულად, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ეს ყოფილა პოსტულატი. ანუ რა? აი დაშვება. აი დაუშვათ ჩვენ რომ ღმერთის არსებობის დაშვა თუ არ ყოფა რომელი უფრო ახლოსაა სახასთან. აი თქვენ წარმოგიდგენთ კოსმონავტები რომ დაждდნენ მთვარეს და იქ ენახათ ტელეფონი. თქვათ აი ჩვენ გვაქვს smart ტელეფონები ან კომპიუტერი. ორი ვარიანტია იფიქრო. ან ეს კომპიუტერი ან ტელეფონი დატოვა სხვა გონიერმა ცივილიზაციამ, ან თავისით მილიარდი წლების განმავლობაში თავისით მთვარის მტვერისაგან აეწყო ეს კომპიუტერი. რომელი უფრო სახასთან ახლოსაა? რა თქმა უნდა ის რომელიღაცა ცივილიზაცია იყო ჩვენამდე მათო დატოვეს. ზუსტად იგივეა სამყარო. სამყარო უფრო რთულია ვიდრე კომპიუტერი და ტელეფონი. ის რომ შენ სამყაროში ღმერთს ვერ ხედავ, ეს იმას ანიშნავს რომ ღმერთი არა. გემი რო შედის, დიდი უწარმოებით უზარმაზარი გემი, რომელიც საოცარი სიზუსტით შედის პორტში. იქ კაპიტანს ვერ ხედავ, მაგრამ ხო სისულელია იფიქრე რომ გემს კაპიტანი არ აქვს რა. ათეიზმი არის აბსოლუტურად არამეცნიერული. ქრისტიანობა არ არის მეცნიერება. იმიტომ ის კაცს გაძლევს ისეთ კითხვებს, რომელიც მეცნიერებას არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ წინა ლექციაზე თქვით, რომ ქრისტიანობას აქვს მეცნიერული დამაჯერებლობა. აი ამ სამ კრიტერიუმს აღაყოფილებს ზედმიწევნით. რომ აი შეუძლია ფაქტები, აქვს მეთოდი და აქვს ძალიან გონივრული პოსტულატი. ფაქტებში რას გულისხმობ? ფაქტებში გულისხმობ იმას, რომ არსებობს ქრისტიანები, წმინდანები, უზარმაზარი წმინდანები. მთელი ამ იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ სხვადასხვა ხალხებში, სხვადასხვა კულტურებში უამრავი წმინდა ადამიანი ამოწევს, რომ არსებობს მისტიკური კავშირი ღმერთთან. ერთ და იგივეს ლაპარაკობენ. ისინი ამბობენ, რომ მეთოდი აქვს. ქრისტიანობაში როგორი მეთოდია? ეს არის არა ექსპერიმენტი, არამედ გულის განწმენდაა იქ მეთოდი. რა თქვა მე, ნეტარი არიან წმინდანი გულით, რამეთომაც ღმერთი იხილო. თუ შენ წმინდა გული გაქვს,
ღმერთთან აუცილებლად მიხო. და ნახავ ღმერთს. ამას ამოწევენ ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან საოცარი სიწმინდით და ჭეშმარიტებისამით თავდადებით. მზად არიან ამ წვენის გამო მოკვდნენ. ადამიანი მზად არის მოკვდეს იმისათვის, რაშიც ეჭვია ეპარება. და ერთ და იგივეს ლაპარაკობს უამრავი ადამიანი უზარმაზარი კულტურის თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები თავისუფალი არიან ხიბლისაგან. ძალიან ბევრი მეცნიერი პირად ცხოვრებაში უსინდისო იყო მატყუარა, манипуляტორი, უამრავი მაგალითად უზარმაზარი პირველი რანგის კორიფეებიც კი ესეთები არიან. რა მინდა გვარები ჩამოთვალო. манипуляტორები, მატყუარები და ცუდი პიროვნებები და ასე შემდეგ. და ეს წმინდანები ხო ესე არ არიან. წმინდანის ყველაზე დიდი ეს არის ჭეშმარიტება. თან ამავე დროს თავისუფალი არიან ხიბლისაგან. ხიბლი ეს არის სულიერი ცოდვას მოძდებს ხოლმე. როდესაც ადამიანი ძალიან ადვილად იჯერებს სასწაულებს, აი პარადოქსულად ცხერს, მაგრამ რაც უფრო განუწმენდავია ადამიანის გული, რაც უფრო ნაკლებად მორწმუნეა, უფრო სრულწმენისად მიაქვს მიდრეკილება. აი სახარებაში წერია, რომ ეს მემრუშე მოდგმაო ეძიებს სასწაულებს, მაგრამ არ მიეცემათ, სულ სასწაულებზე აქ ლაპარაკი. მოციქულები ჩვენ ვსვათ წინა ლექციაზე ვახსენე ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი. თომამ არ დაიჯერა მანამდე იესო ქრისტეს აღდგომა, სანამ თითი არ ჩაყო მის ცვლილობაში და არც მარიამ მაგდალინეს არ დაუჯერეს მოციქულებმა იფიქრეს, რომ ქალია განიცდის იესო ქრისტეს სიკვდილს და მოელანდა რაღაც. ნეფსის ესე ეძახიან წინა მამები, ეს არის სიფხიზლე ეს არის ზუსტად ხიბლისაგან თავისუფლება. ესე ქრისტიანობა თავაზობს მეთოდს, ასკეტის ტრადიციას, წმინდა ტრადიციას ეკლესიისა და გეუბნება, თუ კი შენ გულს გაიწმინდა, შეგეძლება მისტიური შეხვედრა ღმერთთან და ამას ამოწევს უამრავი ადამიანი. მეწამეობრია თავისი ცხოვრებით ლაპარაკობენ ზუსტად ერთ და იგივეს. რაც შეეხება ახლა პოსტულატს. არსებობს ალბათობა, ეს მათემატიკური თეორია, რომელიც ითვლის, თქვათ, რამხელა შანსი აქვს რაღაცა მოვლენა მოხდეს. და ქვეს დათვალეს ახლა უბრალოდ დრო არ მაქვს ამაზე ბევრი ვისაუბრო. აი ესე რაც ამბობთ, ჩვენი სამყარო როგორია, იქ ცოცხალი არსებები არსებობს. იმისაც რომ სიცოცხლე არსებობდეს, უნდა არსებობდეს ცილის მოლეკულა. ცილის მოლეკულა შედგება დნმ-ისაგან. ეს არის 4 ელემენტისაგან შემდგარი უზარმაზარი ძალიან გრძელი მოლეკულა. და დათვალეს, რა არის ალბათობა იმისა, რომ თავისი წარმოიშვას ერთი დნმ-ის მოლეკულა. სამყაროში უამრავი მოლეკულებია დნმ-ის. ყველა ცოცხალ არსებაში არის მილიარდობით დნმ-ი, რომ ცილის სიცოცხლე არსებობდეს. გაამარტივეს ეს ამოცანა მათემატიკურად, თქვენ ჩვენ დავიჯერებთ, რომ სამყარო თავისი წარმოიშვა, თუ კი არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ თუნდაც ერთი დნმ-ის მოლეკულა წარმოშობილი იყო და როცა დათვალეს მათემატიკურად აღმოჩნდა, რომ ალბათობა იმისა, რომ თავისი წარმოიშვას ერთი დნმ-ის მოლეკულა არის რა 300 პატარა ბავშვი რო დასვა კომპიუტერთან, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის და დააწყებინო თამაში კლავიატურაზე. აი ალბათობა იმისა, რომ თავისი წარმოიშვას დნმ-ის მოლეკულა არის, რომ ამ 300-მა ბავშვმა თამაშის დროს 300-ჯერ აკრიბოს ბიბლია უშეცდომოდ. ეს ხომ თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც დაელოდება და იფიქრებს, რომ შესაძლებელია, რომ 300-მა ბავშვმა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, თამაშის დროს დაწეროს ბიბლია უშეცდომოდ. ხო სისულელია ეს. აი ზუსტად იგივე ალბათობა, ისეთივე სისულელია თქვა, რომ დნმ-ის მოლეკულა თავისი წარმოიშვა, ანუ წარმოიშვა სიცოცხლე თავისით. სრულყოფილი არის ღმერთი, ხოლმე ღმერთს შეუძლია სიცოცხლის მოტანა. ამას აღიარებენ, თვით დარვინისტებიც აღიარებენ, რომ სიცოცხლის წარმოშობის ახსნა არის ყველაზე ფუნდამენტალური პრობლემა, რომელსაც დარვინიზმი ვერ პასუხობს. ჩვენ თქვით, რომ ათეისტური იდეოლოგია ფაქტობრივად ძალადობა ადამიანის ბუნებაზე უგუნურებაა, არამეცნიერული, არასწორია, მაგრამ როგორ იყინდებს ფეხს? ჩვენ ახსენეთ ფსალმუნიდან მოიყვანეთ ციტატა, რომ თქვა უგუნურმა გულსაშინა თვისა არა არის ღმერთი და მე წერია რომ გაიყვნენ და გაესა. ადამიანს რომელსაც უყვარს ცოდვა, უნდა ცოდვილი ცხოვრება, არ აწყობს ღმერთის არსებობა და ამიტომ იჯერებს, გული იჯერებს უპირველეს ყოვლისა, რომ ღმერთი არ არის და მე გონება იწყებს ახალი თეორიების შექმნას, ესაა ფუნდამენტალური მიზეზი. მაგრამ ყველა ესეთი არ არის. ზოგი манипуляციის შედეგია. აი მაგალითად კომუნისტების დროს მიდიოდა პროპაგანდა, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ქრისტიანული წმენა ჩამორჩენილია, ესე ინდოქტრინაცია ხდება. და თანამედროვე საზოგადოებაში ხა არ არის ესე დიქტატურა, მაგრამ ადამიანებს უნდა მიაწოდო რაღაცნაირად უთხრა, რომ ეს ათეისტური იდეოლოგია კარგია. ამას როგორ აკეთებენ საზოგადოება? ათეისტ თქვა აიგივებენ ურწმუნოებასთან და სეკულარისტთან. ეს შემთხვევით არ ხდება. ეხლა რატო აკეთებენ ამას? თვლიან რომ ათეიზმი იგივეა რაც ურწმუნება, ეს არ არის ერთ და იგივე. ათეიზმი ეს არის სოციალური პროექტი, განდევნო საზოგადოებრივი სისიდან ღმერთის შემშელობა და ღმერთის წმენა. დაუკარგო წმენა ადამიანებს და საზოგადოებაში. საერთოდ ათეისტური იდეოლოგია წარმოიშობა დიდი რევოლუციების წინ. აი საფრანგეთში მე-17 საუკუნეში დაიბადა ათეიზმი, მანამდე არ არსებობდა.
ათეისტური პროექტი, სოციალური პროექტი, რომ მოესწროთ ტრადიციული რწმენა. რატომ უნდათ ეს? იმიტომ რევოლუციონები რომ უნდა შერო რადიკალურად უნდა შეცვალო ყველაფერი, უნდა შეცვალო ჯერ ადამიანების გონება და ადამიანები თავიანთ ტრადიციას, სორხედელობას, ფასეულობას აფუძნებენ ტრადიციულ რწმენაზე და ამიტომ ეს ტრადიციული რწმენა უნდა დაანგრიო. ამიტომ უნდათ ათეიზმი. მაგრამ როდესაც ათეიზმი შექმნეს ეს პროექტი, მაშინ ადამიანების უმრავლესობა იყო მორწმუნე. ათეიზმი ეს არის სოციალური პროექტი, ეს არის ინდივიდუალური ფენომენი. დაგეგმილი წინასწარ ამუშაოს და გავრცელდეს ათეიზმი საზოგადოებაში, სადაც უმრავლესობა მორწმუნეა. მაშინ როდესაც ურწმუნება ეს ინდივიდუალური ფენომენი. ადამიანი რაღაცის გამო შეიძლება გახდეს ურწმუნე, ან ინდოქტრინაციის გამო, ან თვითონ არ აწყობს ღმერთის არსებობა. მაგრამ არსებობს ისეთი ურწმუნო შეიძლება კონდეს სიმპათია რწმენის მიმართ. ან ძალიან მტკივნეულად განიცდის თავის ურწმუნებას, ამის მაგალითები არსებობს. აი თქვა, წარმოვიდგინოთ ქართველი ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს საქართველოს ისტორიას, ას დაინახავს. ნახავს, რომ ქართული კულტურა, ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, სალიტერატურო ენა, ერთიანი საქართველოს იდეა, ჩვენი ქართული ქრონიკები, ისტორიები, ყველაფერი ეკლესიაში იწერებოდა. და შეიძლება თვითონ არ იყოს მორწმუნე, მაგრამ თქვას, რომ აი ქრისტიანობა მოუტანა საქართველოს უზარმაზარი სიკეთე. აზიარა ქრისტიანულ კულტურას, მისცა დამწერლობა, მისცა ლიტერატურა და ასე შემდეგ. აი მაგალითად დასავლეთში ბევრი ურწმუნო ადამიანი ლაპარაკობს, რომ ქრისტიანმა მისიონერებმა უზარმაზარი ცივილიზაციული წვლილი გაწიეს აფრიკაში, ხო? აი სიმპათია ქონდა. ურწმუნო არ ნიშნავს, რომ ღმერთის მტერია. არის დიდი მწერლები, რომელიც საშინად განიცდიან, მტკივნეულად განიცდიან თავის ურწმუნოებას და თავიანთ სიცარიელეს. აი კამიუ რო ავიღოთ, ნობელის პრემიის ლაურეატი ხო, უზარმაზარი მწერალია და დაწერა სიზიფეს მითი რა არის სიზიფეს ძველი ბერძნულია ხო? ღმერთებმა დასაჯეს ამპარტავანი კაცი, უნდა აიტანოს უზარმაზარი ქვა მთის წვერზე, როგორც კი აიტანს, მერე ჩამოგორდება ეს. ქვა უკან და მერე კიდე უნდა აიტანოს და თელი მარადისობაში ეს არის ქვის ატანა და ჩამოგორება, ასე უაზრო შრომა და ეს კამიუ ლაპარაკობდა ურწმუნოებას, ჩვენი ცხოვრება გავს სიზიფეს შრომას, უაზრო შრომას, აი რას ჩვენ თქვით, ადამიანი იღწვის თელი ცხოვრება, შრომობს და უცებ მოკვდება, უაზრობაა ყველაფერი. კირკეგორი, რომელიც ძალიან მორწმუნე იყო, ეს რაღაცას ლაპარაკობდა. ურწმუნო საზოგადოება გავს ციხეში მждом პატიმრებს. ყოველ დღე შემოდის ციხის წარმომადგენელი და გაყავს ერთ-ერთი მათგანი და სიკვდილის ჭის. ყველა ტერორის ქვეშაა, რომ არიციან, როდის შემოვა. აი ციხის წარმომადგენელი როდის გაიყვანს მას დასახრედად. მაგრამ იცის, რომ ადრე თუ გვიან ყველას დახრედა. აი ეს არისო ურწმუნო ადამიანების ცხოვრება. და ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკვდებით. რა მნიშვნელობა აქვს დახრედან თუ ისე მოკვდებით. ჩვენ გავართ ციხეში ჩასმულ ადამიანებს, რომლებიც როდებიან სიკვდილს. ამას წერენ ადამიანები, რომლებიც განიცდიდნენ თავიანთ ურწმუნოებას. ნიცშეც რო ლაპარაკობდა, რომ ჩვენ მოვკალით ღმერთი, ამას ირონიით კი ლაპარაკობდა სინანულით, რომ ნიჰილიზმი. მოვკალით ის ფასეულობები, რომლითაც საზოგადოებაში ადრე ცხოვრობდნენ. ტოლსტოი აღწერს ანა კარენინაში, რომ ერთი პერიოდი კრიზისი ჰქონდა, სანამ მორწმუნე გახდებოდა, რომ მეშინოდა იარაღიდან თოკით სამე წავსულიყო, რომ თავად ჩაომეხჭო. ეს ძალიან ღრმა, დიდი მწერლები, აი ნოზიასო წერს სარტრიც, ეს სარტრი რას ლაპარაკობდა, იცით? ადამიანს გულში აქვს უზარმაზარი ხვრელი და არ იცის ის როგორ ამოავსოს. ეს ხვრელიო არის ის, რომ ღმერთი აკლია. წმინდა წერილი ლაპარაკობს, რომ თქვენ გულში ატარებს საცასასუფლებლად, როცა ღმერთი აღწევს, მის ადგილზე ხდება უზარმაზარი ხვრელი. და ეს ადამიანმა არ იცის როგორ ამოავსოს. აი სარტრი ურწმუნო იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო და დაინახა ეს პრობლემა, როგორც კამიუ. ურწმუნოება ხშირად ეს არის ტრაგიკული აღქმა, რომ ადამიანი ურწმუნოა. ამიტომ არ არის ურწმუნოება და ათეიზმი ეგ. უბრალოდ რას ლაპარაკობთ, ურწმუნოება ზოგიერთი არის ბუნებითაც იბადება აქვს ადამიანს. ესე ურწმუნოება ყოველთვის არსებობდა, ათეიზმი ზუსტად ისეთი ფენომენია, როგორც ურწმუნოება, ეს არ არის ესე. ურწმუნო ადამიანი თავისით ხდება, მაგრამ ათეიზმი არასოდეს არ არის ნებაყოფლობით, ის არის ყოველთვის ვიღაცის მიერ დაპროგრამებული და შემოტანილი. ასევე ათეიზმი კარგია, იმიტომ რომ მან მოიტანა სეკულარიზმი. ესეც ძალიან დიდი შეცდომაა. არსებობს კარგი გაგება სეკულარიზმის და ცუდის. კარგი გაგებით სეკულარიზმი პირველად ქრისტიანმა მოიტანა. რას გულისხმობ ამაში? აი როდესაც იესო ქრისტე ლაპარაკობს მიეცით კეისრისა, კეისარს და მიეცით ღვთისა ღმერთს. ანუ რას ამბობს იესო ქრისტემ რა თქვა ამით? რომ კეისრის საქმე და ეკლესიის საქმე, ღმერთის საქმე სხვადასხვა, კეისარი ითხოვს წესრიგს. შენ ქრისტიანი ხარ თუ მორწმუნე ხარ თუ არა ხარ მორწმუნე, უნდა წესრიგს დაემორჩილო და საზოგადოებას არ შეუძლია მის გარშე არსებობა. ღმერთი შენგან წესრიგს კი არ ეძებს, უპირველეს ყოვლისა ეძებს სიკეთეს, სულიერ განვითარებას. ამიტომაა, რომ ღმერთს უნდა მიცე ღმერთის სულიერი დახვეწილება, სულიერად გაიზარდო. კეისარს დაემორჩილო მის კანონებს. ეს რას ნიშნავს, რომ გაყო სფერო ეკლესიის და სახელმწიფოში, ინსტიტუციონალური გათიშულება მოიტანა. აი განსხვავებით ისლამისაგან, მე ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ ამის შემდეგ ლექციაზე. როდესაც პავლე მოციქული ითხოვს, რომ მე გამასამართლეთ
არა იუდაურ სასამართლოში, არამედ კეისართან ეს გვაღისად სეკულარული აქტია, იმიტომ სეკულარიზმი კიდევ ვიმეორებ, ნიშნავს ინსტიტუციონალურად გათიშო ეკლესია და სახელმწიფო, რომ არც ერთი არ ერეოდეს მეორეს საქმეში. სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის ცხოვრებაში, მის საკრამენტულ ცხოვრებაში, მის დოგმატიკაში, მის კანონიკაში და პირიქით ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს ხელისუფლების საქმეებში, მართვაში, კანონმდებლობაში და ასე შემდეგ. უბრალოდ ეკლესია უნდა ზემოქმედდეს სახელმწიფოს თავისი მორალური მაგალითით, ცნეობით. როგორც ის იოანე ნათლისმცემლის დროს, ან იესო ქრისტეს დროს უამრავი ცოდვილი იყო. აი, ბოდიში და ასეოდა ბორდელები და რაღაცა, ხوار მიდიოდა იესო ქრისტე ხوار ანგრევდა მათ. უბრალოდ ხადაგებდა რომ არ უნდა იმრუშო, ხომ? აი ეს არის ეკლესია უნდა იმოქმედოს საზოგადოებაზე არა ინსტიტუციონალურად, არა პოლიტიკური ძალით, არამედ თავისი მორალური მაგალითით. აი ეს არის კარგი სეკულარიზმი. ეს მოიტანა ქრისტიანობა. მე ხა უბრალოდ რო არა, მაგრამ ქრისტიანობამდე ესეთ სეკულარიზმი არ არსებობდა. სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა არ არსებობდა ქრისტიანობამდე. რომის იმპერატორი იყო ღვთაებრივი ფიგურა. იაპონიის იმპერატორი არის ნახევრად ღმერთი. ჩინეთის იმპერატორი იყო ღვთაებრივი სტატუსის მქონე, აკრძალულ ქალაქში ცხოვრობდა. იაპონიის იმპერატორთან შეხედვა, მასთან პირდაპირ დალაპარაკება არ შეიძლებოდა. ეგვიპტის ფარაონები იყვნენ ღვთაებრივი ფიგურები, ხომ? მარტო საკუთარი ოჯახის წევრები დამოყავდათ, ცოლად არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი მოეყვანათ. ასევე რომის იმპერატორს თუ არ შეწირავდნენ ხერხს, როგორც ღმერთს, სიკვდილით სჭირდნენ, ხო? რატომ არის ესე? იმიტომ რომ წინა ქრისტიანული მენტალიტეტის სახელმწიფოს და იმპერატორს არ ნიშნავდა ღვთაებრივ სტატუსს. იესო ქრისტეს განაცალკევა, ეს არის კარგი სეკულარიზმი. აი, როდესაც ათეისტები ლაპარაკობენ, რომ ჩვენ არსებული ყავით, ქრისტიანობა იქნებოდა ესე როგორც ირანშია, აიძულებს მოლები ჩადრებით იარონ. აი, ასეთ იქნებოდა ქრისტიანობა, ეს არ არის სწორი. და ქრისტიანობა ყოველთვის გაყოფდა სახელმწიფო კანონებს რჩულის კანონისაგან. ცუდი სეკულარიზმი რა? ცუდი სეკულარიზმი ესაა, როცა შენ ითხოვ, რომ შენი მსოფლმხედველობა არ ეფუძნებოდეს რელიგიურ რწმენას. აი, ეს არის ცუდი. შენ ფასეულებს არ აფუძნებდე ტრადიციულ რწმენაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.